ერთი ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს საფინანსო სამოთხე დიდი კაპიტალისთვის. აი მოგცენ ექსპერო, ხო, რატო მაგერ ჰონკონგიდან გარბის კაპიტალი მაგალითად. 4 ტრილიონი იყო და დავიდა 3.5-ზე, ხო, 500 მილიარდი გაიქცა. თვითონ გამოაქვთ ამ ევროპელებს და ამერიკელებს. რატო არის ბაჰამის კუნძულებზე და ბერმუდაზე და იმებზე ოფშორები? მაგრამ ჩვენს გავაკეთებ ჩვენურად თლათ ოფშორს არა, მაგრამ ისეთი თავისუფალი ფინანსური ზონა, სამოთხე, არაბული ქვეყნები მაგალითად თავის საბანკო სექტორი ხო ისლამური ბანკინგი აქვს, იმათ სხვა პრინციპებია იქა და ეთიკური ბანკინგის ნორმებს იმეშვებიან. მაგრამ ჩვენთან შეიძლება არაბული ქვეყნების ფინანსები გავრცელდეს, განთავსდეს ისე და სხვა მეზობელი ქვეყნების, ხო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, შუა აზია, ყაზახეთი, იგივე რუსეთი, უკრაინა, ირანი, რა ვიცი, ჩინური კაპიტალი, თურქული